სიკვდილი ადამიანის ცნობიერებაში ჩვეულებრივ აღიქმება როგორც უპირობო ტრაგედია, შეუქცევადი წყვეტა და სამუდამო განშორება. ეს ღამად ფეხს გადგმული შიში გზაფრავს საფლავის წინაშე მდგომარედ. თუმცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ამსხრევს უიმედო ამ ქვეყნიურ ლოგიკას. ჩვენ წინაშე მიუწვდომელი პარადოქსი იშლება. სიკვდილი ხდება არა დასასრული, არამედ მხოლოდ უშფოთველი ძილი, რომელსაც მარადისობაში გახვიძება მოსდევს. საფლავი, ხრწნილების ეს უწინდელი სავანი ანაზდად გარდაიქმნება ზეცად აღმავალ ბრწყინვალე კიბედ. ყოვლადწმინდა ქალწული არ კვდება ამ სიტყვის ჩვეულებრივი საზარელი გაგებით. იგი შვიდად იძინებს, რათა თავისი ღვთაებრივი ძის მკლავებზე აყვანილი მწუხარების ამ ქვეყნიური ველისგან ჭეშმარიტ ცხოვრებაში გადავიდეს. როგორც სიღრმისეულად შენიშნავს ამასთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ პალამა, მხოლოდ იგი გახდა ზღვარი ქმნილსა და შეუქმნელს შორის. ეს გადასვლა ადასტურებს სამყაროსეული წესრიგის ცვალებადობას. ღვთისმშობელს არ დაუტოვებივარ და უბლად. პირიქით, ხორციელი შეზღუდვებისაგან განთავისუფლებულმა მან საიდუმლოდ იშვილა მთელი კაცობრიობა. ახლა ყოველ გულწრფელად მორწმუნეს ცხოვრებისეული სასოწარკვეთის რა უფსყურშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ცოცხალი დედა ჰყავს მარადიული სიხარულისათვის. მევახად.